დღეს გაგაცნობთ ბატონ სერგო ჯიჯავაძეს, რომელიც 1998 წლიდან უვლის მერისის ჩანჩქერს. კინოფილმი, რაღაც ფრანგული სერიალი იყო, უშუქობა, უბედურობა, რომ იყო ყველაფერი რა. და აი, ყველა რომ მიჯაჭვური ამ სერიალს უყურებს, ან ვიროქს შევთავდით, ან რამეს ხო და ასე იქ იყო სენტრობეს პლიაჟი, საფრანგეთის სერიალი გადიოდა, სენტრობეს პლიაჟი და აქ პირველად ბილიკი მოვიყვანე და აი სოლის მეზობლებით ერთად ყველაფერი რა ვიცი მოვდიოდით უკვე ამას დავარქვით სენტრობე სად მივიდივარ სენტრობეზე დავისვენოთ აი ლამაზი ადგილი იყო პატარა ფანჩადური ავაგე ამ ადგილებზე მე თორმა დამინგრია ხო და აქედან დაიწყო პირველი ჩემი ჰობი ამ ჩანჩქერის განვითარების ერთშაბათს დათვი გადმოვარდა დაიღუპა აი შველი გადმოვარდნილია დაყופულია შეხვედრილი ვარ და შემეხედა ამოღებული მაქვს აქედან და ბევრი ტრაგიკული რაღაცები მახსოვს აქაურობას, მაგრამ დღეს საინტერესო ეს არის რომ არის გავავითარე მაღალ დონეზე ტურიზმის დეპარტამენტმა დამეხმარა ძალიან დიდად ტურიზმი გეტყვი მე კლიშკა ქვია ტახა და რატო იყო ეს ფეხბურთელი სოფლიო ჩემპიონატი იყო 95 წელს და ბრაზილიის ფეხბურთელი იყო პატარა დაბალი და შქარი შუსტერი ხო და მე შქარი კაცი ვარ საერთოდ და დამარხვეს ტახამადა. დამას ქვია ტახ სენტრობე ამიტომ. აი სული და გული აი შევალი აი მას ყველაფერი ბილიკი ავიყვანე ზემოთ 150 მეტრის სიმაღლეზეა და 250 საფეხური უნდა ახმიდე ფეხით. აი არავითარი მანქანიკზე არასდროს არ იქნება ცხოვრებაში და მხოლოდ არის 500-სკამის დონეზე კოდეჯები. ორი კოდეჯი და არის მაღალი კლასის სასტუმრო. იგი რესტორანი მოდი. და აწი გეცოდინებათ რომ მერისის ჩანჩქერის მეორე სახელი არის სანტროპე.